გამარჯობა. 365-ის ოფისი, როგორც იცით, სულ გვანებირებს ახალი სიახლეებით. მე გიორგი ვარ დათქვიშვილი და თქვენ ვიყავით Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს, რომელშიც ერთი უწყინარი წერტილის შესახებ უნდა გესაუბროთ. მოდით ვნახოთ თუ რაში დაგვეხმარება ეს წერტილი. როგორც მოგიხსენებათ, 365 ოფისში ჩვენ შეგვიძლია მოვნიშნოთ ესეთი უჯრები, რომელშიც შედის ცარიელი სივრცეებით და პირდაპირ Enter-ს დავეჭიროთ ხელი, რაც საბოლოო ჯამში გამოიტანს დიაპაზონში შევსებულ მონაცემებს თანაც ნოლებით. ანუ რეალურად აქ თუ რამე ჩაეწერება, რა თქმა უნდა, გამოჩნდება. მაგრამ რადგან არ წერია, რეალურად აქ გვაქვს ჩვენ ცარიელი სივრცე, ანუ ფაქტობრივად ნოლები. და მოდით ვნახოთ ახლა რა სიახლეზეა ლაპარაკი. აი აქ თუ დიაპაზონში A1, 2 წერტილი, D12 და D12-ის წინ დავსვავთ წერტილს, ერთ მართლაც უწყინარ წერტილს და მივცემთ Enter-ს, ნახეთ როგორ დაგენერირდება ჩვენი დიაპაზონი. ის იქნება უკვე ცხადია A1-დან D12-მდე, თუმცა ის ცარიელი სივრცეები, რომელიც აქედან უნდა წამოეღო, ფაქტობრივად უგულებელყო და აღარ გადმოიტანა დიაპაზონში. როგორც კი მონაცემი, რა თქმა უნდა, რაიმე გამოჩნდება, ის ავტომატურად გამოაჩენს, მაგრამ თუ მთლიანად ცარიელი სვეტი ან სტრიქონია, როგორც ხედავთ, ის არ გამოდის. სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩემი არხი. გელოდებით ტრენინგებზე.